აბა მოგესალმებით. ამჯერად ჩემი სახლიდან. მოკლედ დღეს შევეცდები შემოგახედოთ ჩვენთან რა ხდება, როგორ ვართ. ცა კამერას მოვაბრუნებ, ჯობია. აი, ესე გიქნები ცოტა ხანს არკესთან. მე გადავინაცვლებ სახლში. ესე საახალწლოდ გამოვეწყვე. ჯერ ადრეა, როგორც წესი, აქ ევროპაში უფრო უყვართ ნაადრევად, რადგან 25 დეკემბერს აღნიშნავთ შობას, ხო, რა თქმა უნდა, აღნიშნავენ. ჩვენ 7 იანვარს აღნიშნავთ, მაგრამ იმდენად მომწონს ეს დღესასწაული თუ რიტუალი, რომ ჯერ შობა აღინიშნება და მერე ახალი წელი, რომ მეც სიამოვნებით ვუერთდები. ყველა კარგ დღესასწაულს აღნიშნავ სიხარულით. ხო და მოკლედ დავიწყებ ახლა ჩემი ოთახიდან. დიდი არაფერი, მე მგონი ესე ჩანს კიდევაც კადრში. აქ საწოლი არის ჩემი და ჩემი მეუღლის, მაგრამ ეხლა მე ვარ აქ გაქალბატონებული თუ გაბატონებული, რადგან მეუღლე აქ არ არის ამ ეტაპზე, სხვა ქალაქში მუშაობს. მე მგონი მოვაბრუნებ კამერას და ისე ვისაუბრე, მირჩენია, იმიტომ რომ ეს ემოტრიალება არ ვიცი როგორ უნდა. ნახეთ, ხმა ისმის. ჩუმად შევიბარებ, იქით საიდან ხმა ისმის. მოკლედ აქ ჩემი ბიჭები მეცადინეობენ. ამ ეტაპზე უფროს ბიჭს გიტარის გაკვეთილი. აქ ბიჭების ოთახია, ესეთი პაწაწუნა. სხვათა შორის ბევრჯერ ვთხოვებთ, შევსავანთებ, რომ გაგიცვლით მეთქი. აქ ჩემი ნახელავები აქვთ, ასე ვთქვათ, ჩემი მოხსოვილი სათამაშოები კი ძალიან მიყვარს ქსოვა. ამას ქვია ენდერმენი, ესეთი ინტერნეტ თამაში არის, მოკლედ არ მკითხოთ რა ქვია მაგას. ეს დიდი ენდერმენი, გადაგვივარდა. იმასაც რაღაცა ქვია უკვე დამავიწყდა, ისიც ჩემი მოხსოვილია. სხვათა შორის 4 ფეხი აქვს მაგას. ესეც ამას ვალერკა ქვია, რუსული სახელი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გმირი მანდედან არის. მოკლედ მაგას აღარ გავაგრძელებ. მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემს შვილს უყვარს ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა საკმაოდ დიდი არის ვალერკებისთვის და ესეთი ფუმფულა სათამაშოებისთვის, რაც ქვია მაგას, მაინც უყვარს ძალიან, იმიტომ რომ დედის ნახელავია და რა ვიცი, მოკლედ ესე ყავს აქ და ყავდეს კაცო, სურვილი მისია და არჩევანი. ხო, აქ მისი ხელით ნაკეთობები არის, მათი უფრო სწორად. ძალიან ბევრჯერ ვთხოვე, რომ მოდი მეთქი შევუცვალოთ ადგილი, ანუ ვიგულისხმე, რომ გადამეყვანა ისინი უფრო დიდ ოთახში, იქით ჩემთან გაგვეცვალა რა, ხო და არაფრით არ დათმეს აქაურობა, რაღაცა უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, შემომძვრალები ვიყო ხოლმე შემოძრევით მეთქი. ასე ქართული დროშა ამშვენებს აქაურობას, ესეთი პაწაწუნა არის. მოკლედ ქართული სიმღერის გაკვეთილები გვაქვს. აქ და ვარამით მე ძალიან ბედნიერი, მაგრამ ვერ შევალ. სამწუხაროდ არ უყვართ ვიდეო გადაღება. გავაგრძელებ ჩემზე საუბარს თუ რა ჭრაობას უფრო ისეთი გაჩეჩილ მდგომარეობაში, როგორიც მუდამ ვარ ხოლმე. მინდოდა რომ მაკიაჟიც გამეკეთებინა, მაგრამ ვერ ვასწრებ. ხო, უფრო სწორად მინდოდა რომ ფონი ყოფილიყო, აი ეს ჩემი შვილი რომ უკრავს გიტარაზე, იმიტომ რომ ეგ ჩემი ერთ-ერთი ახდენილი ოცნებაა, რომ ჩემს შვილებს ესწავლათ დაკვრა. ჩამოვჩდები, მიყვარს ეს ადგილი, ეს ფონი, იმიტომ რომ ყვავილები მომშვენებენ ხოლმე და ხო, რაზე ვამბობდი, რომ ერთ-ერთი ახდენილი ოცნებაა ჩემი, რომ ჩემს შვილებს დაკვრა ესწავლათ. უმცროსი უკრავს პიანინოზე, უფროსი გიტარაზე, შესაბამისად ჩვენ სახლში არის ორივე ინსტრუმენტი გაჩნდა. ეს ჩემი ცხვარუკა არის. ხელაქავს ეს ცხვარუკა მყავს, ეთყობა მის რო ცხვარი ვარ, იმიტომ და ესე მყავს ჩახუტებული ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი მეუღლე არ არის ჩემთან ერთად. აქ დაბრძანდება, ჩემთან იქნება ეხლაც. ხო და ისე ვიჭორავებ. ხო, რა მინდა კიდე არ გაჩვენოთ. არაფერი დიდი, ძალიან მოკრძალებული პაწაწუნა სახლი გვაქვს, მაგრამ თავს გრძნობთ ძალიან კარგად, თბილად და მყუდროდ. ესეთი აქ ტელევიზორი მაქვს, რომ ღამით დავტკბე ხოლმე ჩემი
საინტერესო ან სერიალით ან რაღაცის ყურებით და ჩემი განტვირთვის საათი დასვენების დრო. ერთ ჩემს და ქალს რო გავუზიარე. სიცილი აუტყდა რომ ის რა ქვია მე ვისვენებ მეთქი. აი ამით თქო და რითი ისვენებო და ვქსოვ მეთქი და ხა ზოგისთვის ვისთვის დასვენება აქვსო და ვისთვის ნერვების მოშლა. მე მართლა ვისვენებ, აი რა ვიცი, სულიერად, ფიზიკურად, როცა ვქსოვ და შესაბამისად მაქვს აქ ესეთი 5 საწოლის გვერდით ეს ჩამოვიწევი დაბლა ესე ბებიებს რომ ქონდა ხოლმე ჩვენს ბებიებს 5-ად რაც არის ნაჭრის და აი აქ არის სავსე ეს საქსოვები, ძაფები, მზა დაუმთავრებელია, ესეთი კუსკუსელა მოდის გზაშია უკვე და აი სადაც კი ძაფს და ვინახავ ხალხო ვარ ბედნიერი გახარებული, წარმატებული რა ვიცი მე და ესე მოვარბენინებ სახლში. ხო და აი რავი ეგ არის ჩემი სიმდიდრე რა. ესეთი წარმოდგენა მაქვს რომ ძალიან ბევრი ძაფები რომ ექნება, ვიქნები ყველაზე, აი ესეთი რა, აი რაღაცა სიმდიდრე რო აქვს და რაღაცა ეს დედოფალი. დედოფალი ძაფებით ხო და ესე აქ კიდევ მაქვს ჩემი ბლოკნოტი. მართალია 2024 წლით თარიღდება, მაგრამ აქ გავაკეთე აღმოჩენა. ეხლა რაც დავიწყე ისევ ესე ჩაწერები, ჩემი ოცნებების, ჩემი ლამაზი ფიქრების და გადავშალე ეს ბლოკნოტი უბრალოდ აღმოვაჩინე რომ მაქვს ნაოცნებარი, მოდი ესე ვიტყვი, აი ესე ახლოს მოვიტან. მაგრამ ჩემი ბატიფეხურის წაკითხვა ცოტა რთულია და მოკლედ გეტყვის და მოკლედ წაგიკითხავთ რომ თურმე მიოცნებია 2025 წელს როცა შევიძინე ეს ბლოკნოტი რომ რა კარგია ჩემი დედიკოც აქ არის და ლარო ჩემი დედამთილია და ისე ემოციურად ვდგები ხა მე თვითონ ამას რო ვკითხულობ და ჩვენ სამსადისში ვართ, ჩემი ლუკა და გიორგი მეხმარებიან, ჩემს შვილებზე ვწერ და ბედნიერების სურნელი ტრიალებს და სათქცალია და ნუ მოკლედ ხალხო ნუ მე ეს ოცნება ამისრულდა. უბრალოდ დათარიღება მაქვს არასწორი 13.09.2027 მიწერია აინახე. აჰა. მაგრამ ამიხდა 2025-ში, ანუ წელს. ჩემი დედიკო და ჩემი დედამთილი ერთად იყვნენ ჩვენთან სტუმრად. და მე ეს ვნახე გვიან, აი ეხლა რომ დავიწყე ჩემი ოცნებების სახლიდან ჩაწერა, ლამაზი ფიქრების, გავაკეთე ტესტიც, ბედნიერების, ბედნიერი ქალის და ბრაზი მიწერია კიდევ ანუ რაც არ მომწონს ჩემი თვისებებიდან და ჩემი საყვარელი ნოდარ დუმბაძეც აქ ამყავს. მიყვარს ძალიან. ხო, აქ საქსოვები, ნუ რა თქმა უნდა. ой, იმათაც გვსოვ, რა ქვია, ესეთი დიადემებს თუ რა ქვია მაგას. ეხლა ამას გავიკეთებ თავზე და უფრო უკეთესად გაჩვენებთ რა არის. ეს მომწონს ძალიან. აი, თუ ჩანს. აი რაღაცა საქორწილო იმას გავს და აი, რა ვიცი ეს იდეები ესე თავში მომადგებიან ხოლმე იდეებ რა უყო. ნათქვამი რო ახლა და აი ესე ისა რა ქვია. გავბრჭყვიალდები ხოლმე და ვაიმე ყველაზე სასაცილო. მე ხო ბიჭები მყავს, ეხლა ორი ბიჭი მყავს და ქმარი ხო, მეუღლე ანუ სამი მამაკაცის სახლში და ეს რომ მოვასინჯო ხო აქ ესა. ყავა მივირთვი ეხლა და დამრჩა ეს. თასი და ისა რა ქვია, რომ მოვასინჯო ხოლმე აუ დედიკო ისა მოგასინჯებთ რა და ჯერ ჩემი ქმარი მყავდა შეღონებული როგორც ტყვიან ხოლმე და თან ესე ანუ რატო? იმიტომ რომ ეს აი ამ გაფურჩქნულ თავზე რა მოვისინჯო ეხლა რა გავიკეთო ხო? ესე ჩემი ქმარი ესე მშვიდად ტელევიზორს უყურებს, მე მივალ და ჩამოვაცნებ ამ მარგალიტებს თავზე და არც ვეკითხები ეს გაგიკეთო, არ გაგიკეთო რაღაცა და ხო ეს ესეთი არის. არ ვიცი ხა რამდენად შევძლებ რომ გამოვაჩინო ესეც ჩემს ქოჩორში და ისა რა ქვია, ესე ხმა მოუღებლივ ესე ქორწილი როდის მაქვს ხო და ესეთი ისა აქ ხოლმე რა ქვია. მწიფე ვარ რა ვარ. როგორ არის ჩემი საქმე ეგეთია ხოლმე და ანუ მშვიდად იღებს ამ ჩემს გამოსვლებს. წავალ ეხლა სამზარეულოში, იქაც დიდი არაფერი, მაგრამ მაინც შეგაჭყიდებთ, ასე ვთქვათ. ეს ჩვენი პაწაწონა სამზარეულოა.
ესე შემოვივლი თუ რა ქვია. შემოვატარებ ეს როგორ დავიკავო არ ვიცი უკეთესად. აქ პატარა დაფა მაქვს, ძალიან მიყვარს ეს დაფა. და სიხარულის დღეა ესეთი. ისა მაქვს რა ქვია, დღეები სხვადასხვა. რა თქმა უნდა, სულ კარგი დღეები გვაქვს და ასეც გვექნება. იპაწაწუნაა, მაგრამ ჩვენ ყოფნის ჩვენს პატარა ოჯახს. ხო და ამის შევსება ეხლა დავიწყეთ აქ, რაც ესპანეთში ვცხოვრობთ. ხო, ემიგრანტები ვართ სამწუხაროდ, რას ვიზამთ. მადრიდში ვცხოვრობთ ჩვენ და აქ პატარა ის არის, აქვე აივანი. ესე შემოbrუნდები. ესეთი პატარა ფანჯარუკა გასახედი. შეგიძლია გააფართოვო და განსაკუთრებით ზაფხულში მომწონდა აქ ყოფნა. ესე ჩამოვჯდებოდი აქ და კოფეს მივირთმევდი ხოლმე აქ ხილთან ერთად და ეხლა ცივა. გარეთ ყავის დასალევად უკვე ვეღას ცალია. ხო და ესე, რა ვიცი, მიყვარს ეს სამზარეულოც, რაღაცა ტკბილი არის, ცდილობ რომ დატკბეს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ცხობა. დავიწყებ იქიდან რომ არ მიყვარს სახლის დალაგება. ეგეთი საყვარელი ვარ, რა გავაკეთო ხალხო, არ მიყვარს. მიყვარს წესრიგი, კი ბატონო, ანუ გულისხმობ ესე, ჩემი ყავის მანქანას გამოვაჩინე. მე და ყავაზე ვარ შეყვარებული, გიჟდები ყავაზე და სანამ ეს ყავის მანქანა არ ვაყიდინე ჩემ ქმარს, 80 ჯერ ვახსენე რომ ყავა და უწევთ. ყავის მანქანა და დედა რა კარგი იქნებოდა რომ მქონოდა და ასე და ისე და ჰუი და ჰაი მოვიტანეთ თუ მოვიყვანეთ, მოვაბრძანეთ. ქალბატონი და მაინც დაუბრუნდი. სად არის? ეხლა მოვხარშე და მივირთვი, აღხარშა მაინც კოფეს. ასე რომ ტყვილად მოვინდომე, ეს ძალიან ევროპელობა და ესე ყავის ჩამოსხმა და რაღაცეები. ქმარუკა დამცინის რომ შენთვის ყავის მანქანა კი არ უნდა მეყიდა, ფეჩი უნდა მეყიდაო, როდესაც ყაღას მოგადუღებდიო როგორც ბავშვობაშიო, ხო და მართალია. თუ ახალგაზრდობაშიო. კალენდარი, რომელიც ძალიან აქტუალურია ევროპაში ცხოვრების დროს და თითქმის მთლიანი წელიწადი მაქვს მონიშნული თუ რა ვიცი შეხვედრა და აბა იქ წასვლა და აქ წამოსვლა და ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა და რატომღაც მეგონა რომ ესე ვინც არიან ემიგრანტები უფრო მარტივია მაგათთვის ცხოვრება ან უფრო ისეთი რა რაღაცა ესე არიან ერთ საქმეზე რაღაცა უი რა კარგია ევროპაში ცხოვრება ვაიმე აქ არის თუ არის მართლა ყველა წუთი ყველა წამი გათვლილია და აი ესე სადღაცა გარბი ხარ სულ რაღაცას აკეთებ უყურთ არ ვიცი რა საკეთებ საქმე არ ილება ხო და ესეც მინდა რომ გაჩვენოთ ახლა აქტივს და ძალიან გამეხარდა ეს არის პოლიმერული თიხა რა თქმა უნდა ბევრმა იცის მაგრამ ვინც არ იცის და ეხლა ვიწყებთ, ანუ მე ხო გსოვდა ჩემი უმცროსი შვილი ძერწავს ძალიან კარგად პლასტელინებით და ანუ ხელის ის მოტორიკა ძალიან კარგი და სულ ქონდა იმის პროტესტი რომ აი არ მომწონს პლასტელინი, იმიტომ რომ ბუჭდება. ხო ირღვევა მერე და ეს გადავწყვეტეთ ეხლა რომ თიხები შეგვეძინა და შევიძინე საცხობი, ძალიან პატარა საცხობიც რომ ის ხუმელი რადგან თურმე არ შეიძლება სადაც საკვებს სამზადებ, მანდ მომზადება და ამის გამოცხობა ასე ვთქვათ რომ მზაობა იყოს და ეხლა მაგას დავიწყებთ და ესე გონებაში მაქვს რაღაცა, მოკლედ გაგიმხელთ ჩემს იმებს, რა ქვია, ოცნებებს, თუ ჩემთვისაც სიურპრიზებს მაქვს ესეთი წარმოსახვა რომ ვამზადებ მე აი ამ თოჯინებს გსოვ, ჩემი შვილი მეხმარება აი ამ დეტალებში, რაებიც ესეთი ანუ ვერ მოგსოვ ხელით რომ გამომიძერწოს და რაღაცა ერთობლივი რაღაცა უნდა შევქმნათ და ესეთი სახელოსნოსავით პატარა სახელოსნო უნდა მასა ვქნათ, მოვაწყოთ. სადაც იქნება ესეთი ფუსფუსი და რაღაცა სასიამოვნო გარემო. ნუ უფროსი ბიჭის თუ შემოგვიერთდება, მას უკვე სხვა ინტერესები აქვს, ვერ დავაძალებ. და ხატავს გადასარევად, ნუ რა თქმა უნდა, იქნება ძალიან სასიამოვნო. წეღან დამიდოდა რომ მე თქვა,
ეს ჩემი შვილების ოთახში რომ არის ძალიან პატარა ოთახია და მართლა ისეთია რომ აი თავი კუც ვერ მოიქნევს უნდა თქვენ რომ მაგრამ ეს შეძრებიან ხოლმე და არიან ძალიან კომფორტულად და ბედნიერად და ну მოკლედ რადგან გადაწყვეტეს მარტოყოფნა კი ბატონო იყვნენ მან როგორც უნდათ ხო და ეს ისინი რო აქვს თავიანთი აწყობილი სათამაშოები თხოვე ხოლმე შევთავაზე დავალაგოთ დედამეთქი იმიტომ რომ არა მაქვს ახლა მე ჭურჭელი და რაღაცა ფუფუნება და სერვანტი დგას სერვანტი თუ რა ქვია კიდე მაგას ხო ძველი სახლი არის და ანუ სად მაქვს ახლა მე სასერვანტე ჭურჭელი ხო მაქვს ისეთი ყოველდღიური საჭიროების და მით უმეტეს ხა დღეს მაგას ვეახმაროთ ხო და თხოვე დედიკო მოდი მან დავალაგოთ მეთქი ესე ლამაზად თან ანუ მეტი ადგილი ექნებოდა თან წიგნების შესალაგება თან ფუცლების ან ну ტანსაცმლის ბოლოს და ბოლოს ან საერთოდაც ავიღებდი იმ კარადას და მარტივად შევიდოდნენ გამოვიდოდნენ ანუ მეტი სივრცე ეხლა მომისმინეო ცროსი ბიჭი მეუბნება მეორო ძილის წინ ესე ვუყურებო აი ამ ჩემს ხელით ნაკეთობებსო და ესე ანუ მე რაც შევქმენი ხო გავაკეთე იცი რამ ხელა სიმშვიდეს მაძლევსო და მე უფროსმაც რომ ესე ძალიან მკაცრად და ძალიან თხოვნერები ჩვენ საქმეებში და აი ესე დავასრულეთ მეც ბოდიში პერდონ ესპანურად მაპატიეთ კარგად ზანდებოდეთ კაი გამოუყურე ხო და ანუ რამ ხელა რაღაცა არის ადამიანისთვის ანუ მას უნდა რომ უყუროს თავის ხელის თავის ანუ ქმნილებას თვითონ რაც შექმნა მაგას უყუროს ამით იღებს სიამოვნებას ანუ ეს ანიჭებს მას სიამოვნებას და რა თქმა უნდა ვერ შევედავებოდი ვერც მე და ვერც ვერავინ თან სადაც ვაკონტროლებ სადღაც უნდა გავიქცე ხო და მე ისევ მოვიქცები და გავაგრძელებ კიდე ჭორაობას ხო სტუმარი ძალიან მიყვარს მოდი მაგასაც მოვიჭორავებ და მე ზანის ოთახშიც შევჭიდები როცა დაასრულებს მუსიკას არ უყვართ არც ერთს ეს შეხელი ანუ მე პირიქით მე მუსიკა მიყვარს ძალიან მუსიკალური ვარ ბავშვობიდან გიჟდები მუსიკაზე მაგრამ არ უყვართ მათ როცა ესე ხელს უშლი რა მეთქი მოვისმენთ შეიძლება ჩემთვის ჭკვიანად ვიქნები არა ну არა რა ვქნათ ახლა სხვათა შორის ონლაინ სწავლობენ ქართულ მუსიკას დაკვრას უმცროსი პიანინოზე და უფროსი გიტარაზე და ვერ ავხწერ როგორი ბედნიერი ადამიანი ვარ მართლა ამ გადმოხვეწილები და ამ ხელაგზაზე წამოსული ემიგრანტი შვილები რომ მუსიკასთან შეხება აქვთ ერთი და მე კიდე ქართულ მუსიკებთან და რა ვიცი მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა ეს და წელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები აი ამ მუსიკის მასწავლებლების რომლებიც ყავს მართლა ღმერთმა გამოგვიგზავნა ორივე ხო და რა უნდა მეთქვა ხო სტუმარი ვაიმე როგორ მიყვარს ხალხო სტუმარი აი მე გავიზარდე იტალიურ ეზოში სადაც აი სულ სტუმრიანობაა მოკლედ კარი არ იკეტება სულ ღია იმიტომ რომ იცი რომ წინა მეზობელი ან ხახზე შემოვა კარტოფლიზე რა ვიცი წყალზე შემოვა წყალიც ხო არისო ხო და ეს რა ქვია ესე ისა ანუ ერთ იმაში ვიყავით ერთ სივრცეში მე მგონი სტუმრები არც გვერქვა ხო და მე როცა გავთხოვდი მახსოვს რომ ეს რა ქვია ეს კორპუსის ბინა იყო ხო და ნუ უფრო ცოტა ესე შეყუჟულები ვიყავით და მე იმდათ მაკალდა ეს აი აბა ეს რა ქვია მე მას ვამზადებ და შეაშვები და რაღაცა იქ ისა მაქვს და აი ფარდებს რეცხავ და რაღაც ეს გაზიარებები ერთმანეთში რა ხალხის ნახავთ სტუმრობას და ჩასახლებებს არ გულისხმობ კაცო ეგენი არც მე არ მაგრამ მაგაზე მოდი შევთანხმდეთ რომ იყო დრო რომ მასე გადავრჩით ასე ვთქვათ ქართველები რომ ერთად რო ვიყავით ერთმანეთის გვერდით ვიყავით და ერთად ცხოვრობდით და რა ვიცი ერთმანეთმა გადაგვარჩინა ერთმანეთის თან ყოფნამ ხო და ეს რა მინდა ვთქვა რომ ბავშვობაში მოკლედ ყავდა ერთი მეზობელი თუ როგორ ვთქვა მეგობარიც იყო და მეზობლადაც ცხოვრობდნენ და ეს ოჯახი და წარმოიდგინეთ ხა იტალიურ ეზოში გაზრდილ ბავშვს რომ აუკრძალავენ ესე
შესვლას ხო იქ მეგობარი რო გეპატიჟება ძალიან მიყვარდა ეს მეგობარი დღემდე მეგობრობთ და მეც მასაც ძალიან მოყვარვარ მაგრამ რატომღაც ესეთი დედა ყავდა რომ აი მე გენერალური უბორკა მაქვს ყოველდღე ქონდა მხალს გენერალური უბორკა და აბა აი ესე არ შემოხვედეთ და აბა ფეხზე გაიხადე რა ვიცი იქ გამოიცვალე დაიზეთე თუ რა ქვია დაისპირტე და მოკლედ ჯობდა რომ ესე არ გადაგვედგა ფეხი ის კი რა ამბობს საკუთრებდა ხოლმე სახში ხო და ძალიან სასაცილო რაღაცას ყვები მაგრამ აი დღემდე ინტერესი მაქვს რა ხდებოდა აი ამ ბავშვის სახში ხო და იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცი ერთმანეთს ესე ვიურბოდით რაღაცა და ანუ რა გარემო იყო რა სათამაშოები ქონდა და ანუ რას ნიშნა არის ხო ეს ბავშვი და ეს რომ მახსოვს აი ეს რუსთავში რომ გავთხოვდი მეთქი რომ ამბობ ეზოში იყვნენ ჩემი შვილების თანატოლოგ ბიჭები მყავს და 3 წელია მათ შორის განსხვავება და რატომღაც ესე მოგროვდა რომ ეზოში იყო უმეტესობა ბიჭები ძმები და აი მართლა ისინი იყვნენ რა რაღაც ეს ბანდა ჯგუფი ბიჭების და მე თვითონ 12-15 ბიჭი ესე სულ მეგობრობდნენ ერთმანეთში და დარბოდნენ ერთად ერთ ჯგუფად იყვნენ ხოლმე და ხომ არაფერი გინდა სიყვარულო კაი შენ მე ვისაუბრებ თუ გინდა გავჩერდები და მე გავაგრძელებ თუ რამე გჭირდება კარგი ხო და ისა რა ქვია ჩემ შვილებს არ უყვართ კადრში გამოჩენა და არც მე არ ვაწერ რა თქმა უნდა გაჩერდები ჯობია. ხო და რა მინდა და მეთქვა. აი ეს ამ ბავშვებს დაუძახებდი ხოლმე. აბა ბავშვებო, ამოდით ჩქარა სწრაფად ეხა ჩვენთან. ხო და ვეტყოდი უფროს ლუკას, რომ დედიკო შენი მეგობრები წამოიყვანე, გიდიონის დედა შენი მეგობრები წამოიყვანე და ამ ბავშვს მართლა ერთი 10 ბიჭს შემოვახრიგინებდი ხოლმე სახლში, ცხობა მიყვარს ძალიან. სახლის დალაგება არ გამახსენოთ. დედაჩემი რომ თხოვდა ხოლმე რომ დედა აბა, უნდა ისწავლო შვილო, ლამაზად გაასწორო საწოლი და იმდენჯერ გამასწორებინებდა ხოლმე ამ საწოლს ერთი და იგივე საქმის ინჟინერი, მეორე დაძინებით რომ მოდიოდა და უკვე მოკლედ მიხვდა რომ ამასგან არაფერი არ გამოვა და სამაგეროს რა ზარი ყავს ისეთი რომ აი არ ვიცი მართლა ფერიფერსო მაგრამ აკრძალ დედამთილზეა ნათქვამი იმიტომ რომ ერთმანეთზე მეტი ისინი არიან რა ქვია ეს კოპციები და ჩაციკცეკებულები და ჩაწკრიალებულები აქვთ ყველაფერი და მართლა გაუმართლა დედაჩემს ძალიან ხო და მე კიდევ აი ესეთი მე მიყვარს ცხობა ეს რა ქვია ხაჭაპური ნამცხვარი ხო ამ ბოლოს ხოდაშორის ვისწავლე უდროჟო იმითი უსაფუარო პურის მომზადება და ძალიან ბედნიერი ვარავითი ხო იმიტომ რომ წონას არ მინდა ეხლა რომ ესე დიდი არაფერი უტკუნა არა ვარ მაგრამ ასაკში გადავდივარ და არ მინდა რომ დაირღვეს ეს ბალანსია თუ რაც არის მეუღლეც უფრო ნაკლებად ცდილობს ხოლმე საფუტკუნო რაღაცეები რომ მიირთვას და მაგრამ მაინც რა ეს ცხობა რაღაცა ის არ ვიცნობ ეს ხელების ის რო რაღაცა მეკეთებინა მე პუჭპუჭებინა და ამ ბავშვებს დაუძახებდი აბა ჩქარა ბავშვებო და დედა დავსხავდი და კარგად დავაპურებდი და მე ვათამაშებდი და აბა ტაში აბატოში გართობა რაც გინდათ აკეთეთ შვილო დაიფრეთ სახლი დავზე ხო და ისა რა ბაიმე როგორი ბედნიერები იყვნენ ვერ აღწერ და დღემდე ეხლა ხან სხვათა შორის გაიხსენა ერთმა უკვე დიდ ბიჭებზე მაგთან საუბარი 17-18 წლის ბავშვები სამწუხაროდ მთელი ეზო იმიგრანტია აი მართლა ესე იმათ ძალიან ცუდ იმას განცხადებას გავაკეთებ იმ ბავშვებიდან ვიზიც ახლა ვლაპარაკობ ყველანი არიან იმიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ესა ჩვენ ისა გვაქვს სამეზობლო მშობლების ჩათი გვაქვს რომ მაინც ერთმანეთს უზიარებთ რაღაცებს დაბადების დღეებს ვალოცინებთ ჩვენ შვილებს რომ ერთმანეთი არ დაკარგონ ეხლანდელი ბავშვების ეს კომუნიკაცია ძალიან თუ რა ვიცი კი ინტერნეტ სივრცე მაგრამ უფრო თამაშობენ ინტერნეტში ვიდრე დაურეკავენ როგორ ახარ ესე ნაკლები ის არის ეს კულტურა ასე ვთქვათ და ერთი მშობელი მეუბნება რომ მაკო იცი დღემდეო ჩემი საბა იხსენებს რომ მაკო დეიდა დაგვიძახებდა ხოლმე ყველა ბავშვებს შეგვიყვანთაო და რა კარგად გვართობდაო და როგორ მიყვარდა კალაძეებთან მისვლაო ჩემი მეუღლე კალაძეა და ესე იგი მოკლედ მე მგონი ჩვენი ასე ვთქვათ
კალაძეობა ყველას პირიქით სხვანაირ სიხარულს იმაშობა ჩუქრიდა თუ რა მოკეთ მაგაზე არ მინდა ხა ესე საუბარი და ეს რა ქვია დღემდე ესე იმათ იხსენებს საბა რომ ძალიან კარგად მახსენდებაო რომ აი კოდეი და გვეძახდაო ბიჭებს ერთადო ყველასო ბავშვებსო აგვიყვანდაო ერთად გვათამაშებდაო გვახალისებდაო და აი რა ვიცი რა რაღაცა ახალს რო იყიდნენ ჩემი შვილები რაღაცა ახალს ათამაშოს ხო ეს რაღაცა საგორაო ან ბურთები და აბა მეთქი ბავშვებო ჩქარა ეხა დაუძახეთ თქვენს მეგობრებს რომ ნახონ და ერთად რო თამაშობდნენ და ერთად ერთობოდნენ ეს ბავშვისთვისაც მეტი სიხარულია შენი შვილისთვისაც და რა თქმა უნდა იმ სტუმარი ბავშვებისთვისაც რომ თუ ისინი არ ექნებოდათ ეს საშუალება აგერ არ გაერთობოდნენ არ იყო მაგის პრობლემა და სტუმართმოყვარეობა ეხლა ქართველებს მოგვდებს ხო რომ და ეგეთ ოჯახში ტრადიციულ ოჯახშიც გავიზარდეთ მე დედას წერილიც კი მივწერე სადაც მაგაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული ზუსტად რომ მეთქი რანაირად ახერხებდე და ახერხებდი აი იმ დროს როცა მართლა არც დენი იყო, არც გაზი, არც პური, არც ფული ხო? და ჩვენ სახლში სტუმარი ყავდა, ბედნიერი სტუმარი იყო გამოვლეველი და ეხლა რა ვიცი, მუშავე ადამიანო და რაღაცა გექნება ხო? რა ვიცი, მართლა არის იმის შესაძლებლობა და როგორ ახერხებდნენ ეს ჩვენი მშობლები რომ ეს მართლა ჯადოქრობას აკეთებდნენ ხო და ეს მივწერე დედიკოს რომ მეთქი დედა მადლობა მეთქი რომ აი ეს მასწავლე რომ სტუმარი ღვთისა მართლა ეს თვალნაკლებ დამანახა დედამ თავისი მაგ სიყვარულით რომ აი მოვბრძანდით აიმე აი ის გვესტუმრა ვიღაცა რა ვიცი მე ყვავი ჩხიკვის ბიძაშვილი და რაღაცა აი ვეფოფინებით ამ ყვავის ჩხიკვის ბიძაშვილს და მართლა ჩვენს ლოკმას რო ვუყოფთ და ეს ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ხო და წერილი ოღონდ ხელით მაქვს დაწერილი ჯერ არ გამიგზავნია და ამიტომ ბოლომდე არ მოვყვები რომ მინდა დედიკოსთვის სიურპრიზად დარჩეს ხო და ისა რა უნდა მეთქვა კიდევ აღარ მახსოვს მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ კიდე ვიჭორავ მიყვარხართ ყველა ძალიან აქ შემოსასვლელია დიდი არაფერი მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს ადგილიც ჩემ თავს ვებრანჭები ხოლმე აქ სარკეში ჩავიტბუნე შემცირდა ცოტა ხო და კიდევ ესეთი გული მაქვს აქ ვი გადავირავებულა აი რომ შემოდიხარ დაინახავ გულუშკას და აქ საჭირო რაღაცა წერილები და აქ ჩემი შვილის წერილი მაქვს რომელმაც მომიძღვნა მე ჩემო სიყვარულმა და ასე თვალსაჩინო ადგილას არის შემოსასვლელში ხო და კიდევ ვარ მე ესეთი ის გავაკეთე ანუ მულტივიდეო ქვია ამას პროგრამაში რომ მეც ჩანდე და მეორე მხარეც რადგან თემა მაქვს ასე ვთქვათ საცხოვრობთ როგორია ჩვენი სახლი და ბარემთან ვილაპარაკებ და თან დავათვალიერებთ ასე ვთქვათ აი ზურგითაც შეიძლება ესეთი პატარა სასტუმრო ოთახი გვაქვს ზალა სალონ ესე ქვია ესპანეთში სამაგერო დიდი ქართული დროშა გვაქვს ჩვენი დროშა ესე გვინათებს გულს და გვაბედნიერებს აქ პატარა მოსასვენებელია იქ რაღაცა დრაკონია თუ რა ვიცი მე რა არის და მოკლედ რა ქვია მას კით ქართულად რა ქვია დამოწდა ჭკვიანია ძალიან საყვარელი ხო და აქეთ ტელევიზორი და რა ვიცი ბავშვების გასართობი რამე რომეები აქ ჩვენი ქართული წიგნები ცოტა მაქვს მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ამითი ჩემი სიმდიდრე კი არა ჩვენი სიმდიდრეა ეს და ესე აქ ბავშვების ნივთები არის აქ გიტარა რა თქმა უნდა ჩემი უფროსი ბიჭი უკრავს გიტარაზე და აქ ჩემი ხატები არის ჩვენი ოჯახის მფარველი ეს ჩემი მეუღლის მორთმეული ყვავილებია ხო კი ბატონო ეს სიურპრიზებს მიკეთებს ხოლმე რა არ ვიცი ეს ყვავილებს უცებ მომართებს ხოლმე ხან ჩემი შვილების ხელით ხან თვითონ და ესე აქ ჩემი სამეცადინო წიგნები და რვეულებია და ცალკე იმიტომ მილაგია რომ
რატომღაც მე იქ ვერ პოულობ ყველა საქედან უნდება ფურცელი უიდე და ეს რა კარგი პასტა გაქვს და ასე შემდეგ იქ კალმები მიწყვია იქ მეორე მხარეს სანთლების უკან და ესე ცალკე მაქვს აქ ჩემთვის დამალული ასე ვთქვათ და აქ არის ჩემი ზედამთვარე ტადამ აი მე როგორი ბედნიერი ვარ ხო ეს რომ მაქვს ხოლმე ვერ წარმოიდგენთ და ვერ აგიღწერთ აი ესე ვახალისებ ხოლმე ჩემ თავს ვაბედნიერებ და კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ოცნება ამიხდა რომ გიორგი უკრავს პიანინოზე ჩემი მცროსი ბიჭი საოცრად ოი ნახეთ ესეთი ძალიან ლამაზი გადასაფარებელი მოუგონია ამას კი არა და შეუხამე ეს ჩემმა ახლობელმა ძალიან საყვარელმა გოგომა ჩუქა საქართველოდან გამომიგზავნა ქართული ორნამენტებით თავსაბური აი თავშალი ხო და ეკლესიაში მეხურა მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო ანუ რა ეხატა და როგორ და რაღაცა გული დამწყდა ესეთი ძალიან საყვარელია აქეთ ფიროსმანის ნახატი აქვს და მე ესე თვალსაჩინოდ გამოვაჩინე თანაც არ მინდა რომ პიანინო შევინახო ანუ ესე არის მუდმივად ასე ვთქვათ გადმოღებული რომ თვალში მოხვდეს მასპინძელს თუ სტუმარს და ესე სურვილის შემთხვევაში აგრიალოს აბა ხო ესე რა ვიცი კიდე რა უნდა მეთქვა რაღაცაზე უნდა მეჭორავა ხო აქ ისინი არა ქვია აქ უყვართ ძალიან ეს წინა საახალწლო მოგეთ უკვე ნაძვის ხეები დადგა ძალიან ბევრმა ახლობელმა მაგრამ დღეს წელს რატომღაც ვიგვიანებთ რა ხდება ჩვენს თავს არ ვიცი ხო და ოი ეს გამორჩა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილის ნამუშევარია აქ შეინახა არ ვიცი რომელი გმირია ეს პლასტელინისგან და როგორც გითხარით ვიწყებთ ახლა თიხით დამუშავებას თიხის დამუშავებას და აქ ჩემი ლუკა არის კალათბურთზე აი ჩანს ხო ისინი კალათბურთის მედლები და ისინი ჯერ არ მომილაგებია გამათი სასწავლო ნივთები არის და ამ სახლში ახალი გადმოსულები არ გვქვია მაგრამ მაინც ისა ჯერჯერობით არ მისუგვარ მაგ მამდე მაგ ჩანთამდე ეს წიგნი მიყვარს ხალხო არ ვიცი ამაზე გავიზარდე ბიბლიური ისტორია ლეგენდები ქრისტეზე და ეხლა ჩემ შვილებსაც შეძლების დაგვარად ვაკითხებ ხოლმე ავი ცოტა მწირია ძალიან ჩემი ბიბლიოთეკა მაგრამ ეს მაინც რომ აქვს მიხარია ძალიან ხო რას ვამბობდი ახალ წელზე და აქ არის ესეთი საახალწლო კალენდარი ხო ესე ქვია მაგას და აი ესე დაწყებული 1 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ესე სათითაო იმათ მიირთმევ რა შობამდე ხო და ერთი ასეთი გვაქვს და ერთი ასეთი და უკვე დაასრულეს ჩემმა შვილებმა დაიწყეს სწორად ჯერჯერობით ხო და ესე ხო რაღაცა სასიამოვნო ის არიან თითო ფანჯარაში ისინი შოკოლადებია საახალწლო კალენდარი ქვია ამას დეცას მოპარა არა უშავს თუ გამიგებენ ხო ესეთი მე დაუსრულებიათ უკვე და ეგ არის მოდი 2 დეკემბერი მოვიპაროთ აი რაღაცა საყვარელ ხო თან რაღაც ისინი აქვს ფიგურები ანუ ეს არის ცხენია ხო საყვარელია და კიდე თოვლის ბაბუა და რა ვიცი ხო და ესე მოკლედ ეს არის ჩვენი სახლუკა არაფერი განსხვავებული ხო რასთავარია სიყვარულით და სიხარულით ბეგებებით ყველას და გვიხარია ძალიან გვიხარია აქ სტუმარი ამაში დამეთანხმება ყველა ქართველი ну რა თქმა უნდა ქართველი სტუმრები გვყავს ახლა ჩვენ ესპანელებთან ჯერ ესე არ მეგობრობთ და ძალიან დიდი ბედნიერება არის როცა ქართველები გვესტუმრებიან ხოლმე რა ვიცი ჩვენც გვიხარია და მათაც რა თქმა უნდა და ესე
აბა კოცნით და გეხვევით და ეპატიჟებით ყველას. აბა დროებით.